მაგალითად თუ ადამიანი ეწევა ერთ კოლოფს 10 წლის განმავლობაში, მისი მწვერვალობის ასაკი 10-ია, მაგრამ თუ ორ კოლოფს 10 წელი, მაშინ 20-ია. შესაბამისად იზრდება სიმსივნის განვითარების რისკიც. თუმცა სიმსივნის გარდა ის, რომ გამშვები მექანიზმი ანთებითი პროცესის ჩართულია, ერთ ღერს მოწევს, სამ ღერს თუ 10-ს, ეს ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, სასუნთქი გზები ზიანდება, უბრალოდ დაზიანების ხარისხს აქვს აქ მნიშვნელობა. ინტენსივობას და ინტენსივობას კი და ანუ ხანგრძლივობას დღეში რამდენს ეწევა, როგორ ეწევა, ამასაც აქვს მნიშვნელობა, რამდენად ღრმად ჩადის, ასე ვთქვათ, ეს კვამლი ფილტვებში და რამდენი ხანი აჩერებს იქ. ეს მე ყველაფერი განსაზღვრავს დაზიანების სიხშირეს. თუმცა მე ჩემთან მოსულ პაციენტებს არსოდეს არ ვეუბნები, რომ რა ცუდი ადამიანი ხარ, ეხა შენ რო ეწევი, იმიტომ რომ ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი, თუნდაც ერთი ღერით შემცირება მოწეული ღერების რაოდენობის არის ძალიან მნიშვნელოვანი და სხვა შორის ამერიკელების კვლევების შედეგად დადგენილი მეთოდი არის და მე ამას ხშირად ვთავაზობ და ეს ყველაზე კარგად მოქმედებს მწვერვალებში, როცა ესეთ ჯელტმენურ, ასე ვთქვათ, შეთანხმებას ვდებთ, რომ აი რამდენს ეწევით დღეში. თუ მე 20 კოლოფს და აი კი ექიმო ეხა რომ გავალ არ მოწევ, ხო ვიცი რომ 99%-ში მოწევს. ვეუბნები რომ მოდით შევთანხმდეთ, აი ერთ თვეში თქვენ ჩემთან უნდა მოხვიდეთ. 18 ღერზე მეც არ მოწევთ. ეს ხო ძალიან მინიმუმი არის, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ჯანმრთელობისთვის. შემთხვევათა 90%-ში მართლა ასრულებენ ამას. დაიხარჯა შეივსე წყალი მთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის.